ვუყურებ თებს და ანუ აი ხალხო მეციხეში არ ვარ ნაყოფი, მაგრამ აი ბალანდა გამიგია რომ ზუსტად ეგეთია რა და ყველაფერი რო არეულია ერთმანეთში და უბრალოდ მოხარშული ქაშია რა რაღაცა. ვუყურებ და მაგას ასერვირებს და აი ეს აი ეს ბალანდას ასერვირებს, მიკრომწვანილი, ბიჭო, ყვითელი მასაასხია და ეს სატაცური ამას უნდა აი გადაყარო თავიდან მოამზადო რამე ნორმალური კერძი რა. შეფებო, ჩვენ დღეს ბალანდა მოგიმზადეთ, აგერ აი ის რა უნდა გვექნა? თებშებში კი არ უნდა დაგვესხარ, რკინის მისკის ქართული მნიშვნელობა ვიცი, მაგრამ აი მისკა უხდება, ამას აი მისკებში უნდა დაგვესხარ რკინისაში და ესე დაგვეგდო რა და ხმა უნდა გქონოდა რა. ჭამე, თან ცოტა უნდა გადმოსხმული იყო. აი ეგეთი კერძი გვაქვს რეალურად, აი უნდა დაუყედგო და ჭამე. იქ კვენტინ ტარანტინო დგას და გვიღებს რომ კარგია შესანიშნავად მოამზადეთ და ამ დროს ჩვენ გონია რომ ყველაფერი საუბრობ რას ლაპარაკო რა გადა მეთქი აი მატლაბით უნდა ამოიღო და ნერვები უნდა გქონდეს დაუსხარ რკინის იმაში და გაატანო რა მოკლედ სერვირება არაჩვეულებრივია მე კმაყოფილი ვარ რადგან ვენდობი ჩემ ახალგაზრდათ ანაგუნდელებს პირველი გამოდის მწვანე გუნდი და გიორგი გამოდის ახლა ესე გამოდის და თვალებს არ უყურებს რა რო ახლა რას ლაპარაკობთ ბიჭო ვინ ვერ გააკეთაო და რა ესე ოცია და დადგა რა თვალებს არ უყურებს ჩეჩენი ბოევიკივი დგას ერთი იარაღი აკლია პროსტა იარაღის მაგივრად რაღაცა უმიქათა მიუჭინავს და რომელიც ჯერ კიდევ გაქცევას ცდილობს არ დღეს სხვა შორის თევზი ნამდვილად მოამზადა ეს ერთი პლუსი ხო სინჯავენ მოკლედ ამ კერძს და შეფქეთის ძალიან მოეწონა ხახვი და ყოჩაღა დათო თუ ლუკაო თუ რაღაცა ისახეს და მეთქი სტოპ ხალხო ეგ ხახვი მე გავაკეთე ჩემი შრომა არის მაგას ჩადებული ამ დროს შეფქეთი მაჩუმებს ამ დროს რომ შენო გაჩუმდიო მეთქი რა გავჩუმდე ქალო 3 კილო ჭამე უკვე ჩემი გაკეთებული ხახვი და მე გავჩუმდე ესე ტონობით გადაიღო ამასო ჩემთან რესტორანში წავიღო ესე აქვს ხახვი ჩახუტებული უკვე მიაქვს იქით და მადლობა დავით მადლობა ამ ხახვისთვის და ეს ცოტა ეყრება და მიდი მიშა მომაწოდე რა მოგაწოდო მეთქი ჩემი გაკეთებული ხახვი ხო ერთი რამე მაინც თქვან და აღიარონ რომ მე გავაკეთე ეს ხახვი ნუ შეფქეთი ეკითხება რომ ეს როგორ მოამზადეთ ის როგორ მოამზადეთ გიოდგას მაკანის ბრატას მღერი უკან შავი BMW უყენია ეგ საძმო დგას რა სამკაციანი და ეხა მიდიან რომ ამის გოგოს ვიღაცამ რაღაცა აწყეინა და ეხა უნდა მივიდნენ და გაარკვიონ რომ ამის გოგო უპატრონო არ არის რა და ამ რო შეფქეთი ეკითხება რა ინგრედიენტებიაო გამოყენებული ეს ფიქრობს რომ ჩემ გოგოს ვინც რამეს ეტყვისო ყველას დედა ეტირებაო რა და შეფქეთი ეკითხება რომ ესო соуსი რიზიაო და ესე უბნება რომ რა უბნელიო მე ისე ვარო გაზდილიო რომ თქვენ მე ეგეთებს ვერ მკითხავთ ხო ნუ შეფქეთის სინჯავს რა ამას და არ არის ცუდიო გემრიელიაო და ამ დროს გიორგი კაიო ხო რა მღავა ეს მაკაცები დაიშალნენ უკან ავტომატები ჩამოიღეს BMW წავიდა რაღაც Toyota Aqua მოვიდა რომ ეკონომიურობას მოვეხმრობი მე და რაღაცა ეგეთები და დიახ მე გავაკეთე სატაცურის პიურე რაღაცა ეგეთები დაიწყო ისეა უნდა გაიხსნა რა და მივიდა დრო გამარჯვებულის გამოცხადებამდე და რა თქმა უნდა გავიმარჯვეთ ჩვენ. ჩემ თავს დიდი მადლობა რომ გავაკეთე ისეთი ხახვი რომ 3 კილო მოითხოვეს და მე გადაიღეს და ჭამეს. და ნუ მოკლედ შეფქეთი იძახის რომ ამის გაგდება მინდაო და ვერ ვაგდებო ჩემზე. ნუ ხა რანაირად გამაგდებს მართლა ხახვი ჭამა ტონობით რომ ეს არისო ყველაზე იდეალური კერძი რაც მიჭამიაო და ხვალ შეამოწმეთ მენიუში დამატებული იქნება ცალკე ერთი 14 ლარი მარინირებული ხახვი რაღაცა გერმანიიდან და ამ დროს ჩემი გაკეთებული ხახვია და მე 3 ლარს გადამიღდის პროსტა რეცეპტს გამომართვებს ჯიგრულად მომწერს ინსტაგრამზე ეს არის ჰანს ფლუგენის დამზადებული ხახვი ამ დროს მე დავამარინადე და სახში რომ კასრები მიდგას ამ ხახვების რომ შეფქეთი მთხოვს
ყოველდღე ხომ მომიტანა და დისტრიბუციად რო ვკეთდები. მოიცა მე მგონი ეხაც მირეკავს რა. დიახ 12 კილო ხვალ თქვენ რესტორნებში კი ბატონო ჩამოვარიგებ რავი. კი გიჯიგრებთ ხო ყველაფერი ხო ჯიგრობაზეა. მართლა რაღაცა ესეთი იქნება ხვალ რა რომ დამირეკავს რომ ეს უბრალოდ გასასინჯათ მინდა გასასინჯათ თორე ეს კი არ დამაინტერესა. და შევკეთის რესტორნები ჩემ ხალხზე მუშაობს. გვიყურეთ 5 შაბათს 23 საათსა და 00 წუთზე. ხო, მწვანე გუნდმა გამოიტანა მოკლედ ეს თავისი კერძები, გიორგი დგას ამაყად გამოვიდა და სინჯავენ ვარდისფერი ყორცია. მეთქე ტანი თუ დაგრჩათ ხალხო მიაბით ესენი და გაფრინდება ქათამი. სანთებელით გააცხელეთ თუ რა გააკეთეთ. ქეთი დაკალი სანამ გაიქცა ქათამი. ყემალი მოაზღით ყემალი რა ყემალი ქათამი გარბისი. გიორგი ამ დროს იარაღით დგას ამ გადამსული გააფრთხობინოს, იმიტომ რომ აშკარად ცოცხალი დაუდო ტეპზე და რას აკეთებთ მეთქე. ჩვენო სრულად გამოვიყენეთო ქათამიო. სრულად კი, იმიტომ რომ არც დაგიჭრია, არც დაგიკლავთ ქათამი, ისე მოიტანეთ, პროსტა ქათამი დასვეს. კაკანებს მე სიმინდი რო დაუდო წინ აკენკავს, პიურეს ჭამდა ქათამი. და გიორგი დგას ეს მონადირესავი და უმიზნებს აქედან. მე ეგებს ჭამო რა და ამ დროს გაიხადა და ის აქ შრამები რომ პირველ ყოფილ ტომებში რომ შრამებს იკეთებენ რომ ესეც ჭამო რა. მე კი ჭამ ესეც და ჩემი მშობლიური ენა ისა ზიმბაბურიო და რაღაცები და მე დოლი გამოიტანა იმისგან კამეჩის ტყავისგან შეკეთდა და ატყაპუნებს ამას და აქ ორი ხაზი უსვია და ვიო და შუბიო ესე აკეთებს მეთქი კი შენ ჭამ მაგრამ შეფების ლიგაში ხარ გიო რავი ესე შეჩვეულია ადამიანი რომ ეგრევე რო აგებს всё წავედი და ნუ ეს ხელები ეხოხიალება იმიტომ რომ პირველ ყოფილია ტიპი და ცოცხალი ქათამი გააკ და გაპალიროვკებული მსხალი მაგრამ და იქიდან დამლაგებლები უყვირიან რომ ნუ გვიკაცრავოია და ხელები აწიეო